მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, კარგებო და საყვარლებო. დღეს მინდა განვიხილოთ თქვენთან ერთად ასეთი საჯარო გაშლა თემა. რა ხდება თქვენ შორის დღეს და რა მოხდება თქვენ შორის მომავალში, არ ვიცი რატომ მომენტში შეიძლება ხშირია ჩემთან ეს გაშლები, მაგრამ არ ვიცი თუ წერა თემებზე სავარაუდოდ ალბათ რაღაც ინფორმაციებს ელოდებით ვიღაცები და ზოგადად იცვლება ხოლმე რა, ანუ სიტუაციები ყოველდღიურად აქედან გამომდინარე, რომ მოდი ისევ განვიხილოთ, ისევ რა, ანუ აქტუალური თემაც არის, რომ რა მდგომარეობა თქვენს და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას დღეს შორის დღეს და რა იქნება თქვენს შორის მომავალში, ხო? ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ასევე ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა. რა ხდება თქვენ შორის დღეს და რა მოხდება მომავალში. მოდი ვნახოთ. ისე დავდებ. კი ბატონო. სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები. და მოდი ვნახოთ რა ხდება თქვენ შორის დღეს. რა ხდება, რა მდგომარეობა თქვენ შორის დღეს. ნახეთ, არ ვიცი, მოკლედ ეს საჯარო გაშლა დაახლოებით, უკვე ხვდები, რომ უფრო იქნება იმათ შესახებ, ვინც იმყოფება ქორწინებაში, ყავთ ბავშვები, მაგრამ ანუ როგორი მდგომარეობა იცით, ასევე არ გამორიცხავ, რომ არის ოჯახის გარდა არჩევანი ორიან პენტაკლებს თუ დავაკვირდებით და განდეგილს თუ დავაკვირდებით და 4-იან კვერთხებს რითიც იწყება ჩვენი საჯარო გაშლა, არის ოჯახური მდგომარეობა, სადაც შეიძლება იყოს მესამე ფაქტორები, სადაც შეიძლება იყოს არჩევანი და აქედან გამომდინარე ამ დღესდღეობით ოჯახურ ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ დღეს იმყოფებით, გარდა იმისა, რომ არის უბრალოდ მატერიალური რაღაც საკითხები, მოსაგვარებელი და ორიენტირებულები ხართ ოჯახის თემებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ფინანსებს და ასე ვთქვათ, მატერიალურ ასპექტებს. გარდა ამისა, თქვენ შორის არაფერი არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს, ანუ ნახეთ, განდეგილშია მაინც თქვენი მდგომარეობა გასული, ან თქვენი ურთიერთობა, ვისაც ჩაიფიქრეთ, სავარაუდოდ იქნება მეუღლეები იქნებიან, სავარაუდოდ თქვენს მეჩემქრებული მამაკაცები, ქალბატონებო და აქედან გამომდინარე, განდეგილში ხართ გასულები, თითქოს უბრალოდ რაც გაკავშირებთ ერთმანეთთან არის ოჯახი, მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებები, მეტი მე აქვს სხვა ვერაფერს ვერ ხედავ, გარდა იმისა, რომ არსებობს ოჯახი, არსებობს ვალდებულებები, არის ბავშვები და მეტი სხვა აქ არაფერი არ არის. აი, ვთქვათ, რა გრძნობებია თქვენსა და თქვენს მეჩაფიქრებულ პიროვნებას შორის ამ მდგომარეობაში. აი, ნახეთ, აი იცით როგორი მდგომარეობა, აი, თუნდაც ეხლაც უყურეთ, თითქოს ეს საბედისწერო ურთიერთობა, რომელიც უნდა შემდგარიყო და აი ხო ხვდები თქვენს, ანუ ოჯახი ისთვის იქნება ხო, რომ დაიბადონ ბავშვები, ხო? ანუ ისე ზოგადად ქვეყნად არავინ ისე არ მოვა და ანუ ხო ხვდებით რა, ანუ არავინ ისე არ დაიბადება, თუ უფალს არ აქვს ჩაფიქრებული. და აქედან გამომდინარე, თუნდაც იმისთვის, რომ გაჩენილი იყვნენ თქვენი შვილები, საერთო შვილები, რაც არის დღესდღეობით არსებობს და არიან და არსებობენ ამ ქვეყნად. მე სხვა ურთიერთობას აქ თქვენთან მიმართებაში ვერ ხედავ, იმიტომ რომ ოჯახურ ცხოვრებაში როგორც ასეთი თქვენ დღეს აი სულ კამეთის უჩხუბების პაექრობაში ხართ, აბა ვინ მოიგებს, აბა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ გაიტანს თავისას და აი ესეთი ცივი მდგომარეობა თქვენ შორის დღესდღეობით. რატო ხდება ყველაფერი ეს დღეს თქვენთან, რატო ესეთი მდგომარეობა, რომ აი ერთმანეთთან არაფერი არ გაკავშირებთ, გარდა იმისა, რომ ყავთ საერთო შვილები, გაქვთ ოჯახი შექმნილი და რაღაცნაირად თითქოს ესე იყო საჭირო, ხო, რომ მომხდარიყო, რატო არ არის თქვა გზნობა, ხო? აი უყურეთ, ხუთიანი პენტ გზნობას ვიღებ, აი არავითარი გზნობის ნიშა, აი არავითარი არკანი აქ ზოგადად გზნობასთან დაკავშირებით არ ამოდისო, თქვა ოჯახში თქვენ ერთმანეთთან არის სიყვარული გქონდეთ, აქ ურთიერთ პატივისცემასაც კი ვიღარ ხედავ, იმიტომ რომ აი როგორ ხართ იცით თქვენ დღესდღეობით, თითქოს ორივე მხარე ცდილობთ რაღაც თქვენის გატანას, უკვე იმასაც თუ ადრე უფრო უთმობდით ხოლმე ერთმანეთს, თქვა ბავშვების ხათრით მაინც რომ აი ბავშვები ცოდვებიან და რაღაც და არ უყურონ ამ სპექტაკლებს და ამ ვაივაგლას თქვენ შორის, დღესდღეობით უკვე ამას აღარ უფრთხილდებით, იმიტომ რომ
აი სრული ურესურსობაა თქვენთან მდგომარეობაში ერთმანეთისგან დაცვა, რავი, ერთმანეთისგან თავს იცავთ, რისგან იცავთ, ეგეც ვერ გავიგე, ერთმანეთის ბოლო დონეზე ტკენთ გულს, ძალიან ცუდი სიტყვებით, აი რაღაცა ერთმანეთს ისეთ რამეს ეტყვით, რომ შეიძლება აი სხვამ რო გვერდიდან გისმოთ მტრები ეგონოთ ერთმანეთის, თუმცა მტრები აი ესე ვთქვათ, ხო? ხართ კიდევაც გამოდის რომ მტრები ხართ, მტრებით ებრძვით ერთმანეთს. რატო ხდება დღეს ეს თქვენ შორის? რატოა ესეთი მდგომარეობა დღეს თქვენ შორის? ასეთი ცუდი მდგომარეობა ოჯახში რატომ გაქვთ? ვის გამო? იმიტომ რომ ერთ-ერთ მხარეს არ ვიცი ან თქვენს პიროვნებას აქვს არჩევანი, გაქვთ არჩევანი, ასე ვთქვათ, ხო? უკაცრავად. ყველა მხრიდან მირეკავენ. უკაცრავად. როგორი მდგომარეობა არის ახლა იცით რომ გაქვთ არჩევანი, ხო? აი თითქოს საერთო მომავალს თითქოს ცდილობთ, რომ საერთო მომავალი დაინახოთ, აწყოთ რაღაც საერთო მომავალი, ბევრიც დაქონდათ ამის ნამდვილად, რომ თავიდან ტუზი კვერთხებიდან გამომდინარე, თავიდან დაგეწყოთ ურთიერთობა, ასე ვთქვათ, თავიდან დაგელაგებინათ თქვენი ოჯახური თემები, საერთო რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, საერთო გეგმები დაგესახათ მიზნად, მაგრამ ეს შეხედეთ ეშვაკის არკანის მიხედვით და შვიდიანი პენტაკლების მიხედვით, ხომ? აი ტყუილი წყლის ნაყვა იყო თქვენი ეს მცდელობები, აი ყველა თქვენი მცდელობა იყო წყლის ნაყვა, იმიტომ რომ ეშვაკის არკანის მიხედვით, რომ აი გეუბნებით, აქ არის მესამე ფაქტორები. აი ეს კონკრეტულად რომ ვთქვათ, რომ ქალის სახით შვიდიანი პენტაკლებია ეს და არ გიგონებთ, რომ ქალბატონი ამოდის აქ შვიდიანი პენტაკლები, ანუ არის თქვენი მოთმინების უნარი, იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ საერთო ჯამში ერთად გინდოდათ, რომ თავიდან დაგეწყოთ ოჯახი არ დაგენგრიათ და ასე შემდეგ, ეს ამოთმების უნარი და არა ქალი. ნუ არკანის მიხედვით თუ ვიმჯერებთ კი ბატონო, ქალია, მაგრამ მოდი ერთობს ამით არკანის არ ამოვიღებ კონკრეტულად ვის გამო და რის გამო თქვენ შორის ესეთი მდგომარეობა, ნუ ვიტყვით და ნუ დავასკვნით რომ ქალია ვთქვათ აქ შუაში ან მესამე პიროვნება ვინმე აქედან გამომდინარე აი აქ ყოველი თქვენი ცდა იმასთან დაკავშირებით რომ აგეწყოთ თავიდან თქვენი ურთიერთობა დაგელაგებინათ საერთობისები დაგესახათ იმის გამო რომ რაღაცა არ დაშლილი იყავით ყოველი ეს თქვენი მცდელობა კი ბატონო ყოველი ახალი წამოწყება მაინც კრახით ანუ 10-იან ხმლებში გადავიდა კრახით თავდებოდა ვერაფერი ყოველი საწყისი იყო დასასრული დაწყებული არ იყო რომ უკვე დამთავრებული იყო ყველა თქვენი ეს მცდელობა ოჯახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რატო ხდება ეს ყველაფერი თქვენ შორის რატომ არის დღესდღეობით ესეთი მდგომარეობა თქვენ შორის აბა მაჩვენე ურესურსო მდგომარეობა სამიანი ის რა ქვია კვერთხები სულელის არკანი მაგი აი უყურეთ როგორ მდგომარეობა ახლა ურესურსობთ ხართ იმიტომ რომ აქ ვერაფერს გარდა იმისა ერთმანეთზე манипуляციები მიდის აი ესე არასწორი ნაბიჯები ერთმანეთთან მიმართებაში არასწორად და ერთმანეთთან მიმართებაში დაგეგმარება რაღაც საკითხების ხო ერთმანეთთან მიმართებაში შეწყდება აი ეს ყველაფერი ამ თქვენ ურთიერთობას ურესურსობაში აგდებს აი 4-იანი რა არის ხო ზოგადად 4-იანი კვერთხები არის ოჯახის არკანი ხო 4-იანი პენტაკლი არის ურესურსობა თქვენს ოჯახში თუნდაც იმიტომ რომ ნუ ვერ გახვედით იმ ბოლოში რასაც ქვია რომ აი სერიოზულად რაღაც მოინდომეთ, აი თითქოს ვფიქრობ, რომ არ აქვს საკმარისი მონდომება იმასთან დაკავშირებით, ან რომელიღაცა მხარე არასერიოზულად უდგება ამ თავის ურთიერთობას, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, ხომ? აი უკვე თითქოს იქამდე მიდიხართ, რომ ლამის ოჯახი დაენგრევთ. აი სასამართლოს არკანის მიხედვით, ხო, სამართლიანობის არკანის მიხედვით თითქოს როგორი ვარიანტი აქვს მოსამართლეს ხედავთ, ხო, თითქოს რაღაცა განქორწინებისკენ მიდის ეს თქვენი ურთიერთობა, ხო, აი პენტაკლების დედოფალი, ზომიერება, იმპერატორი, პენტაკლების დედოფალი, თქვენ ბრძანდებით ახლა ვინც ამ გაშლას უყურებს, პენტაკლების დედოფალი არის თუ არა ის ქალბატონი, ვინც ახლა აი ამ გაშლას უყურებს? არა, პენტაკლების დედოფალი არ ხართ თქვენ ნამდვილად, იმიტომ რომ სადაც ამოდის მთვარე, სადაც ნახეთ მთვარე ლამაზი მთვარე აქ ამ დასტაში არის ორი სახის მთვარე. ერთი არის ამ სახით, რადგან ამ სახით ამოვიდა და ამ არკანში ამოვიდა მთვარე. აქ არის რა თქმა უნდა დაფარული ფაქტორები, პენტაკლების დედოფალის ასევე მიგონიშნებს იმაზე, რომ არსებობს სხვა ქალი ამ ურთიერთობაში და სამიანი ხმლები, რაც თქვენ ურთიერთობას უკვე 100%-იანი ვიტყვი, რომ სამკუთხედში ამყოფებს. ანუ თქვენ შორის არის
მესამე ქალბატონი, რომლის გამოს თქვენს ოჯახში ანუ ხდება არეულობები და ვერაფრით ვერ უშველეთ ამ თქვენ ოჯახურ მდგომარეობას. ხო, იმედი ვნახოთ, აბა რა გზნობები აქვს ამ მესამე პირთან დაკავშირებით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ხო, აი რას გზნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცი ამ სხვა ქალბატონთან მიმართებაში? გზნობები ვნახოთ. ფარული ქალბატონია. იმპერატრიცა და ცხრიანი პენტაკლი. იცით რა არის? აი ეს არკანები იმის საშუალებას მაძლევს, რომ გითხრათ, ვაიმე ღმერთო, როგორი რთული მოსასმენი იქნება, მაგრამ იცით რა არის? ფარულ ურთიერთობაში ვისთან არის იმყოფება იმპერატრიცაში თქვენ კი გიგულისხმობდით, მაგრამ არა მოდიხართ, იმიტომ რომ ქურუმი ქალი არის ფარული ქალბატონი, იმპერატრიცა იცედაც იცით, რომ აურსულობასთან არის ასოცირებული და ცხრიანი პენტაკლი რაღაც სიახლე, ხო? ანუ იმ ქალთან რაღაც ახალი საწყისი უნდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გათვლილი აქვს, რომ შეიძლება იმ ქალთან თქვენაზე არაა საუბარი. იმ ფარულ ქალთან, რომლითანაც იმყოფება დღეს ეს პიროვნება, ну, ასე ვთქვათ, ყავს, ხო, ფარული ქალბატონი, თითქოს ცდილობს, რომ ანუ გათვლილი აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, რომ დააწყობს პირად ურთიერთობას და თუნდაც შექმნის ოჯახზე ეყოლებათ შვილები იქ, ხო, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით თქვენთან არის ოფიციალურ ურთიერთობაში. აი, კი ბატონო, აქტიური ურთიერთობა აქვს ამ ფარულ ქალბატონთან, წინ ელოდება სავარაუდოდ ამ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას იმ ქალთან ასე ვთქვათ, არა გამორიცხვის ბავშვიც ელოდებოდეთ მათ. კი ბატონო, აი რა ვისაძლებთ ეს სიტუაცია ოჯახში, არ ვიცი, შეხედეთ, იმიტომ რომ თქვენ გარდა არსებობს სხვა ქალი, რომელთანაც აქვს ასე ვთქვათ, აქტიური ურთიერთობა, ფარული ურთიერთობა, შეიძლება იცოდეთ ვინ იყოს ეს ქალი, შეიძლება არ იცოდეთ ვინ იყოს ეს ქალი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცით, ვინც უყურებთ ამ საჯარო გაშლას, რომ იმ ქალთან გზნობები აკავშირებს და ნებაც აქვს, ურთიერთობაც აქვს, იმასაც ხვდებით, რომ შესაძლებელია ორსულობაც გქონდეს, ან ორსულად იყოს ეს ქალბატონი, ან მომავალში შიშები გქონდეთ თქვენ, რომ ორსულად არ დარჩეს ეს ქალბატონი, ვისთანაც თქვენი თქვათ მეუღლე თქვენ გღალატობთ უკაცრავად სიტყვისთვის, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ დავარქვე. აქ ბავშვსარკენ. აი ზუსტად ვიცი, რომ ვიღაცას ყავს, ვიღაცის მეუღლეს ყავს ქალბატონი, ფარული ქალი ყავს, ვისთანაც შესაძლებელია ფიქსირდებოდეს ორსულობა, ვინც ან მომავალში აუცილებლად დაუფიქსირდება ორსულობა და აუცილებლად აი ნახეთ, თქვენგან ეს პიროვნება შვიანი თასების მიხედვით, ანუ შესაძლებელია წავიდეს, იმიტომ რომ ნახეთ სამკუთხედში დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება, ხო, რაღაცნაირად იმით უმეტეს ამ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას აქვს იმ ქალბატონთან გზნობები, ვნებები და აქტიური ურთიერთობა აქვს. ამიტომ თქვენი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქალბატონი ან არ დარჩეს ორსულად, ან ორსულად არის და რაღაც მიგატოვებთ თუ არა თქვენი მეუღლე, თქვენ ამ ქალბატონის გამო შეიძლება ახდეს, კი ბატონო, შეიძლება ახდეს, იმიტომ რომ დაწყებ, კი. სამწუხაროდ, აი თითქოს თემამ თვითონ მოიტანა, რა მოხდება თქვენ შორის მომავალში. ახლა მინდა სხვა თემებს შევეხო. არკანები ვისაც გესმით, ალბათ მიხვდებით ქურუმი ქალი, არა, არ ვამბობ იმას, რომ ნიშნავს მაინც და მაინც მაგიურ ზემოქმედებებს. არის ურთიერთობა ფარული, სადაც შესაძლებელია უკვე იყოს ორსულობა, ან მომავალში იყოს ასევე ორსულობა. რა მოხდება თქვენ შორის, ხომ? იცით რას ვფიქრობ მე, რომ თითქოს თქვენთვის უკეთესი იქნება ეს მდგომარეობაში მაინც ყველა ვარიანტში მოგებული აღმოჩნდებით, რატომ ხომ? აი ცოტა ასე ვთქვათ, ცოტა სიციეს თუ გამოიჩენთ და პრაგმატულ აზროვნებას თუ გამოიჩენთ და იქნებით ობიექტურები თქვენ თავთან მიმართებაში, ხომ? აი თქვენ თვითონ უნდა ადგეთ და ესეთი პიროვნება, რომელიც თქვენ გღალატობთ, რომელიც თქვენთან აი ეს ოჯახსა თუნდაც სადაც ყავთ შვილები ანგრევს იმის გამო, რომ ყავს ვინმე სხვა და უყვარს, თვითონ უნდა გაუშვათ ესეთი კაცი დავის გზაზე 6-იანი ხმლები უნდა ესე აჩვენო და კარგად ბრძანდებოდეს შენ შემოგელოს ჩემი თავი, თქვა ესე უნდა უთხრათ და რაც საჭიროა რომ თქვა თქვენთან მიმართებაში თუნდაც ეკუთვნის ასე ვთქვათ პასუხისგებლობა ის დააკისროთ. ნუ თვითონაც ვფიქრობ რომ უკაცი ნორმალურია, თვითონაც დაიკისრებთ ამ პასუხისგებლობას და ისე არ დაგტოვებთ. ხომ რა გელოდებათ მომავალში? თქვენს ურთიერთობას დასასრული აშკარად ექნება, იმიტომ დღესაც უკვე კარგად გზნობთ, რომ დასრულებულია თქვენი ურთიერთობა. არ ვიცი რატო წამოვიდა ესეთ საჯარო გაშლა, საერთოდ სხვა ვიბრაციებში ვიყავი და ის საერთოდ სხვა ვიბრაციებში ჩავარდი.
და ანუ ეს თქვენი ურთიერთობა იმდენად უკვე ჩიხშია შესული, მოქმედობა, სტაგნაცია, ვერ ხედავთ გამოსავალს, თქვენ ძალიან კარგად იცით რა, რომ ინგრევა, ნახეთ, ინგრევა ეს თქვენი ურთიერთობა და მომავალში მე ვხედავ ნგრევას, იმიტომ რომ ინგრევა თქვენი ოჯახი თქვენ უკვე ფაქტობრივად დანგრეული ძგავთ, თუ რაიმე სახის გრძნობა შეიძლება ყოფილიყო თქვენ შორის, ის გრძნობა თქვენთან საერთოდ აღარ არის, ბოლო დარჩა მოგონებები ამ გრძნობასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურდით ამ პიროვნებას ადრე თქვენ. იმიტომ რომ დღეს ისეთი რთული მდგომარეობა, რომ არც სიყვარული ფიქსირდება, არც არაფერი არ ფიქსირდება, ხო, თითქოს ძალითი არის შენარჩუნებული ეს თქვენი ოჯახი რა, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, რომ თქვენს ოჯახს რაღაცნაირად ნგრევა ელოდება წინ და ისედაც ყველა ვარიანტში თითქოს უნდა დაინგრეს და თუ თქვენ ძალას მოიკრებთ და თქვენ გადადგოთ ამ ნავის პირველი, ხო, ასე ვთქვათ, თქვენ თავთან მაინც გამარჯვებული დარჩები და მიტოვებული სტატუსი მაინც არ გიქნებათ, იმიტომ რომ ეს პიროვნება მაინც უკვე თავის აზრზე გააწყვეტილად იცის, რომ ეს ურთიერთობა ასე თუ ისე ფიქრობს, რომ მალე უკვე დაასრულოს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა სურვილები, საერთოდ სხვა ხედვები აქვს, ასე ვთქვათ, გეუბნებით ორსულობას ფიქსირდება იმ სხვა ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მდგომარეობა 7-იანი ხვლების მიხედვით ხდება მათთან. კი ბატონო, ურესურს მდგომარეობა თქვენთან და არა საშველი მგონი არც უჩენს არაფერი თქვენს ურთიერთობას რა, ასე ვთქვათ. რა უნდა ქნათ თქვენ. ძალღვანი უნდა მოიკრებოთ თქვენ ქალბატონებო და ამ ჩამოკიდებული სტაგნაციური მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ და გაუშვათ თავის გზაზე ყველა გასაშვები პიროვნება, ვინც კი არსებობს თქვენ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა, იმიტომ რომ ანუ თქვენ თვითონაც ხო გბეზრდებათ ხომ, ასე ვთქვათ, ვეღარ გაიგიათ პირველი ხართ მისთვის, აღარც იცით რომელ ადგილზედ გახართ ამ ადამიანისთვის, ხვდებით, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ, ნუ ჩავარდებით ილუზიებში, რომ ამ პიროვნებას თქვენთან სიყვარული აქვს რაღაც, იმიტომ გინდათ ძალიან რომ ეს ისე იყოს, მაგრამ რეალურად მოდი ასე ვთქვათ, სიყვარულს თქვენი პიროვნებისგან ვეღარ გძნობთ და ის რო ადრე იყო, რაც თქვენ შორის იყო, ეს პიროვნება ის აღარ არის, ისეთ გრძნობები აღარ აქვს, როგორც ადრე. საერთოდ არ აქვს უბრალოდ გრძნობები და თქვენ ძალიან კარგად იცით, აქედან გამომდინარე, მოდი თქვენს თავს პატივი ეცით და გაუყენეთ გზაზე ყველა მოღალატე პიროვნება ერთი მეორის მიყოლებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ბედის ბორბალი, ნახეთ, რას ნიშნავს, ხო, ყველას თავისი ცხოვრების გზაზე დაუბრუნდება, ყველას თავის ბუმერანგი მიუვა, თქვენ იყავით მთავარი სულიერად მშვიდად ქალბატონებო. და რაც მოსათხოვია ამ პიროვნებას მოსთხოვეთ, თვითონაც სავარაუდოდ არც მაგაზე გაწყინებთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რავალდებულებებიც აქვს თქვენთან მიმართებაში, ფინანსურ მხარეს გულისხმობ, ამ პიროვნებას აუცილებლად უნდა, უკაცრავად, რა ხდება დღეს. თითქოს უნდა მოსთხოვეთ და თვითონაც დამიჯერეთ, არ გიტყვის იმაზე უარს, რომ რაც ეკუთვნის მას, ასე ვთქვათ, ოფიციალურ სტატუსიდან გამომდინარე, თუნდაც ბავშვებისთვის ალიმენტია თუ რაც არის, ყველაფერს მისცემს და არ დატოვებს ისე. სულ ეს იყო ისი თქმაც მე სურდა დღევანდელ გაშლასთან დაკავშირებით, რავი, ესეთი საჯარო გაშლა გამოვიდა, არ ვიცი ვისთვის იყო ეს ინფორმაცია. საერთოდ უბრალოდ არკენებს გავყევი და მთელი დასტა ისე ამოვიღეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. რა არის მერე წავა, ხო? თითქოს ესე დაალაგდა, რომ ისეთი მდგომარეობა ვიღაცასთან ოჯახში და გესურვებთ, რა ვიცი, მშვიდობას, სოლიდარობას და გულის სიმშვიდეს, მესმის რთული მდგომარეობა, მაგრამ ასე უფრო დაიტანჯებით ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოთ და გადაგატნავით იმისა, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ძალღონის მოკრება და ნაბიჯის გადათქმა თქვენი სიმშვიდისთვის, იმიტომ რომ თვითონაც ხო რესურსად ხართ დაიღალეთ, როგორ რთულია, ხო, როგორ ადამიანი შენთან ერთად ცხოვრობს და შენ არ უყარ ხარ, შეიძლება ერთ საწოლშიც იყოთ დაწვეთ, მაგრამ დაძმასავით იყო და დაძველი ურთიერთობაც კი აღარ არის, საერთოდ არავითარი ურთიერთობა არ არის, ან ერთ სახლში იყო და სულ სხვადასხვა ოთახებში გეძნათ, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. მოკლედ, დაგემშვიდობებით, შემოკარგებო, კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ და არ ვიცი, შესაძლებელია საღამოს კიდევ ერთი საჯარო გასვლა ჩავწერო, შევხედოთ დრო როგორ მექნება. ამ ჩემი წვენადაცვების რიტუალებიდან გამომდინარე, ან წვენადაცვებს კიდევ აღარ რომ იმისთვის საჯარო გაშლები ინტენსიურად ჩავწერო ხოლმე. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.